შეეხება უკრაინის თემას, ეს რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნისთვის ყველა პატრიოტს კარგად ესმის, ძალიან მნიშვნელოვანი ამბავია. იმედიანი განწყობები წავიკითხე რუსეთ-უკრაინის ამბების მოგვარებასთან დაკავშირებით. ტრამპმა იქვე მიაყოლა მერე რომ მოიცავს სანამ შედეგს არ დაინახავს, ჯერჯერობით ნურაფერს დაიჯერებთ რომ გვარდებაო და პუტინმაც გამოაცხადა რომ ორიენტირებულია მშვიდობის დამყარებაზე და ასე შემდეგ. გრძელდება ეს სპეკულაციები. ზოდაფიქრე რაღაც ხო არის რაღაც მომენტი, რა თქმა უნდა 22 წელი რო წარმოიდგინო, როცა ეს ომი იწყება, ხო ცალსახაა რომ ნუ თუ ოდნავ აზზე ხარ უკრაინის ხარეს უნდა იყო, იმიტომ რომ უბრალოდ უკრაინას რო წაიღო, იმ 5 დღეში კივი აიღოთ. ჩვენც უკვე რაღაც რუსეთის გუბერნიორი იქნებოდით, ისე რომ არ გავახსენდებოდით ვინმე საერთოდ ამ სამყაროში. შემაშფოთებელი ფაქტორები არსებობს და ჩვენ ამას უნდა დავაკვირდეთ, მაგრამ ეს ამ ომმა უკვე მიიღო აბსოლუტურად სხვა ხასიათი. ეს აღარ არის უკვე რუსეთ-უკრაინის ომი, ხო? ამ 28 პუნქტიანი გეგმის ერთ-ერთი საკვანძო შემადგენელი არის, რომ უკრაინამ უარი უნდა თქვას ნატოზე. ეს პირდაპირ კავშირში და პირდაპირ გვეუბნება, რომ რუსეთის მხრიდან სხვადასხვა ეტაპზე დაწყებული ომები შესაძლოა და ბუნებრივია, რომ პირდაპირ უკავშირდება ნატოს დამოკიდებულებას და რაღაც თითქოს გახსნილ კარს საქართველოსთან და უკრაინასთან მიმართებით. თან ეს იმ პირობებში, როდესაც დაპირებები ხდება, რაღაცნაირად პროვოკაციულად ხდებოდა ეს დაპირებები, თუმცა შემდგომში ეს საქმე არ მიდიოდა ბოლოს. უკრაინის მაგალითზე, რომელზეც ნატოს გარშემო რა დისკუსიები იყო, როდესაც ომი იწყებოდა 2022 წელს, გახსოვთ, გამოვიდა მაშინ პრეზიდენტი ზელენსკი და თქვა, რომ ბოლო-ბოლო გაგვაგებინეთ, გვიღებთ ამ ნატოში თუ არ გვიღებთ ამ ნატოში, იმიტომ რომ თუ არ გვიღებთ ამ ნატოში, მაშინ გითხარით და განვაცხადეთ ჩვენც რომ არ გვიღებენ ამ ნატოში და იქნება ერთ-ერთი საკითხი დაძაბულობისა მოიხსნას. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია უკრაინის ბედიღბალი და ის რომ სამწუხაროდ უკრაინა აი ამდენი უბედურების მერე, ამდენი ამ მსხვერპლის შემდგომ აღმოჩნდა იმ პოლიტიკურ ვითარებაში, რომ ის შესაძლებელია იძულებული გახდეს რაღაცა გარკვეულ და მნიშვნელოვან ტერიტორიულ დათმობებზე წავიდეს, იმიტომ რომ მშვიდობა შეინარჩუნოს. ჩვენთვის მნიშვნელოვანი არის რომ უკრაინაში დამყარდეს მშვიდობა. რა პირობებით იქნება ეს მშვიდობა, რა თქმა უნდა, უკრაინის გადასაწყვეტია ეს საკითხი და უკრაინის ხელისუფლების, თუმცა ფაქტია, რომ უკრაინის ხელისუფლებას დღეს არჩევანი აქვს ცუდსა და უარეს შორის. შეეხება ამ ეგრეთ წოდებულ 28 პუნქტიან გეგმას. აი ამ მომენტისთვის მინდა პირდაპირ გითხრათ, ეს გეგმა საფუძვლიანად არის უკვე შეცვლილი, ამიტომ ჟივილხიული რომელიც რა ინფორმაცია გაქვთ, იმიტომ რომ საჯაროდ არ გამოსულა რა ცვლილებები მოხდა ჟენევაში. საჯაროდაც გამოვიდა უკვე მათ შორის უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან, ევროპელების მხრიდან, ამერიკელების მხრიდან, რომ მნიშვნელოვანი კიდევ უფრო მძიმეა იმის გააზრება, რომ თუ ამაზე არ მოაწერა ხელი, შესაძლებელია ალბათობა, მაგისი არსებობს, რომ ამაზე კიდევ უფრო უარეს შეთანხმებაზე მოუწიოს ხელი. და ან ომი ვერ დასრულდა, ხო? აი რა რთულ სიტუაციაშია სამწუხაროდ უკრაინა და ის იმ ხელისუფლების ქმედებით, რომელიც დღეს უკრაინას მართავს. მართლა უკეთეს იმსახურებს უკრაინა ხელისუფლების თვალსაზრისით ეს შემიძლია ცალსახად გითხრათ. ძალიან დიდი ნაწილი რომ აი უკრაინას აკრიტიკებდა რაღაცა რა. ანუ ხო გასაგებია რომ მე მარტო ეს იდეა მაქვს, რომ არ მინდა რომ ჩემო მტერმა მოიგოს. და მათ შორის ამიტომ აკრიტიკო ხო, ანუ რაღაცნაირად არის, არის ეს სუმიაზე ნერვიულობ, რომ ჩემო მტერმა რამდენად იქნებ წააგოს რა, იმიტომ რომ არ მაწყობს რა რუსებმა რომ მოიგოს, არანაირ სცენარში არ მაწყობს. არ არსებობს სცენარი, რომ რუსებმა მოიგეს და მე რაღაც სიკეთე ამისგან მივიღე. მაგრამ არსებობს უამრავი სცენარი, რომ რუსებმა წააგო და მე ვაფშე ბედნიერი ვარ. ეს არის უკვე ერთგვარი მსოფლმხედველობრივი ომად იქცა, ხო? თუ როგორი იქნება მომავალი სამყარო. არა ის როგორ გადანაწილდება გავლენის სფეროები, არამედ როგორი იქნება მომავალი სამყარო, ხო? შენარჩუნებული იქნება ბოლო ათწლეულების განმავლობაში დაფუძნებული. რა თქმა უნდა, ბოლო ათწლეულების განმავლობაში აი საერთაშორისო სამართალი შემოვიდა თამაში, ხო? რომელიც უზრუნველყოფს იმას, რომ ძლიერი და სუსტი თანაბარი პირობებით სარგებლობენ საერთაშორისო ურთიერთობებში და ამ შემდეგ. ანუ შენარჩუნდება საერთაშორისო სამართლით განსაზღვრული ეს
სამყაროს ეს მოწყობა თუ ჩვენ დავბრუნდებით ისტორიაში ეგრეთ წოდებული რეალური პოლიტიკის ეპოქაში, როდესაც ძლიერი ხრავდა და იმორჩილებდა სულს, ხო? იქ ასევე საგანგებო რეჟიმში ჩავიდნენ ევროპის, არა მარტო ევროკავშირის, იმიტომ რომ დიდი ბრიტანეთის წარმომადგენლებიც იყვნენ მარკო რუბიოსთან შესახვედრად, ზუსტად იგივე პოზიციებით, რომ არ შეიძლება ცივილიზებულმა სამყარომ დაუშვას, რომ აგრესორმა მოინდომოს, ძალით შეცვალოს ცივილიზებული ქვეყნის საზღვრები და ეს შერჩეს მას.